თაგარელის 64-ში სახალხო კრების ოფისი დღემდე დალუქულია. 26 მაისის აქციის დარბევიდან მეორე დღეს ლიდერებს აქ შესვლის საშუალება არ მიეცათ. თუ როდის გააგრძელებს კრება ძველ რეჟიმში მუშაობა ჯერჯერობით გაურკვეველია. იდევნება თუ არა ნებისმიერი ოპოზიციური აზრი ქვეყანაში და ეშინია თუ არა ხელისუფლება საერთო სახალხო კრების იდეების განხორციელების ამაზე პასუხს ეს ლუკი გვცემს. იმ ქვეყანაში, სადაც მედია კონტროლი აქტიურ ფაზაშია, საერთო სახალხო კრების არსი და დაარსების მიზანი ბევრისთვის გაუგებარი გახდა. ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლება საზოგადოება, საზოგადოებას ინტელექტი და ზნეობა. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით ეს ის პრინციპია, რომლითაც სახალხო კრება თანამოაზრეებთან ერთად დაარსების დღიდან მოქმედებს. 2006 წლის 13 ივნისის ფორუმზე მიღებულ დეკლარაცია საქართველოს ეროვნული კრების მოწვევის შესახებ პირველმა ხელით ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ჭაბუა ამირეჯიბმა მოაწერა. ეს იყო შეხვედრა, რომელსაც 500-ზე მეტი აკადემიკოსი, პროფესორი, მწერალი, მხატვარი, თეატრალი, კინორეჟისორი, მუსიკოსი, არქიტექტორი ესწრებოდა. კრების არსს იზიარებდა ასევე ყველა პოლიტიკური პარტია გარდა სახელისუფლებოსი, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. 2003 წლის შემდეგ განხორციელებული ცვლილებები უმეტეს შემთხვევებში რევოლუციამდელ პერიოდთან შედარებით უკან გადადგმულ დაბიჯებს წარმოადგენს. გავიხსენოთ, რამდენ კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებდა ეგრეთ წოდებული არშემდგარი სახელმწიფოს ხელისუფლება 2004 წლამდე და რამდენ საკონტროლებს გაბრწყინებული საქართველოს გამარჯვებული ხელისუფლება დღეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი ხელისუფლების მმართველობის დროს საქართველოს დე-ფაქტო საზღვარი 20%-ით, ანუ 1/5-ით შემცირდა. გავიხსენოთ, გაეროს წევრ რამდენ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული საქართველოს რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 7 წლის წინ და რამდენმა აღიარა ისინი დღევანდელი ხელისუფლების მმართველობისას. გავიხსენოთ, ოკუპირებული გალის რაიონისა და შიდა ქართლის 100,000-ზე მეტ ეთნიკურ ქართველს ქართველებად დარჩენის შანსი როდის უფრო გააჩნდა 2004 წლამდე თუ 2011 წელს. ამ ქართველების გარუსების, გააფხაზების თუ გაოსების პერსპექტივა და ამისათვის საუკეთესო პირობების შექმნა არ შემდგარი სახელმწიფოს ხელისუფლების დამსახურებაა თუ გაბრწყინებული საქართველოს გამარჯვებული ხელისუფლებისა. გავიხსენოთ, რუსეთის რამდენი სამხედრო ბაზა იყო საქართველოში, საქართველოს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში არ შემდგარი სახელმწიფოს ხელისუფლების დროს და რამდენია დღეს გაბრწყინებული საქართველოს გამარჯვებული ხელისუფლების მმართველობისას. სახალხო კრების დაარსების წინაპირობას ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია ქმნიდა. მოქალაქეთა კავშირის თუ ნაციონალების 15 წლიანი ერთპიროვნული მმართველობის პერიოდში პარტიულმა ლიდერებმა ვიწრო პარტიულ და ვიწრო ჯგუფურ ინტერესებზე ამაღლება ვერ შეძლეს, რამაც ქვეყნის არასტაბილურობა გამოიწვია. საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილს სწორედ ამ შედეგებმა მისცა სტიმული ქვეყნის გადარჩენისთვის სოლიდარული მოძრაობა დაეწყოთ. საზოგადოების მოაზროვნე იმ ნაწილმა, რომელმაც ვითარების სწორად შეფასება შეძლო ეროვნული კრების ირგვლივ საერთო მიზნით გაერთიანდა. მიზანი კი ახალი საქართველოს რეალურად და არა მხოლოდ სიტყვიერად დემოკრატიული, ეროვნული და ქრისტიანული სახელმწიფოს მშენებლობა იყო. სახალხო წარმომადგენლობითი კრება ნებისმიერი მრავალათასიანი მიტინგისაგან იმით განსხვავდება, რომ ეს არის უმაღლესი ლეგიტიმაციის წარმომადგენლობითი ორგანო. აქ წარმოდგენილ 15,000 დელეგატს, რომლებზეც უკვე გაცემულია მანდატები და რომლის უკანაც მინიმუმ 850,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე დგას, უფლებამოსილება აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი განსაზღვროს. ჭაბუა ამირეჯიბი, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ელიზბარ ჯაველიძე, გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე, გოგი ქავთარაძე, სოსო ჯაჭულიანი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციების გარეშე არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგნენ. თმაქნას და წმინდა გიორგის სახებამ, რომ ყველაფერი ის რაც დაწყებული გვაქვს ასე დამთავრდეს მაღალი ქართული შედეგით, ქართული სინათლით, ქართული შინაგანი სისავსით, ბუნებასა და ადამიანს შორის. ჩვენ ვიწყებთ არა ბრძოლას, არამედ წართმეული ხელისუფლების დაბრუნებას. ხალხმა უნდა დაიბრუნოს ხელისუფლება. ჩვენ ამიტომ
მამა იობმა მოგცა ლოცვა კურთხება. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განთავისუფლდეს სულიერი ოკუპაციისგან, როგორც დღეს ბრძანა მამა იობმა. მშვიდობას და გამარჯვებას გისურვებთ, ჩემო ქართველებო. 2008 წლის აგვისტოს ომი, დაკარგული ტერიტორიები, უმუშევრობა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა. ეს რევოლუციური ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის შედეგია, ფასადური პოლიტიკის ფონზე. ქვეყანაში შექმნილი ანტირუსული ისტერია და ოპოზიციური ნაწილის ქვეყნის მტრებად შერაცხვის პოლიტიკა პრეზიდენტის და სახელისუფლებო სკამების გასამყარებლად ერთადერთი იარაღი აღმოჩნდა. მთავრობისთვის, რომელმაც რუსეთს ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველა სასიცოცხლო ობიექტი მიყიდა, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ელისბარ ჯაველიძე, გია ბურჯანაძე და სხვები საქართველოს მტრები არიან. ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკური ოპოზიციის ამბიციურობამ და დაგსაქსულობამ წყალი ნეფსით თუ უნებლიეთ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა. სახალხო კრების ლიდერები თვლიან, რომ ხელისუფლებას არ აწყობს გაერთიანებული ნამდვილი ოპოზიცია და კრების დისკრედიტაციას ცდილობს. დღეს რამ გამოიწვია კრების აუცილებლობა? აშკარა აღმოჩნდა ის, რომ უკვე ყველა მთვალნათლივ დაინახა 2003 წლის შემდგომ საქართველოში ხელისუფლების სათავეში მოვიდა ძალისმიერი ხელისუფლება, ძალაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ეს არ იყო ინტელექტზე ორიენტირებული ხელისუფლება. ქართველი ხალხი ყოველთვის დიდ წარმატებას აღწევდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ინტელექტზე ორიენტირებული ხელისუფლება ყავდა. და ეხლა რომ გავიხსენოთ ძალიან ბევრი და დიდი გამონათქვამები ძველების, ესე იგი ხელისუფლება, რომელიც ზნეობითა და მორალით მართავს. აი ასე იყო ძველი ფილოსოფოსების. აი ესა ქვეყნის ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც ძალაზე ორიენტირებული, ის არის ხელისუფლების მოწინააღმდეგე, იმ ხალხის, იმ ქვეყნის მოწინააღმდეგე ხელისუფლება. კრება ეს არის, რადგან არ შედგა ხალხის და პოლიტიკოსების ერთობა, გახდა საჭირო ზნეობრივი ავტორიტეტები. აი ნონა გაფრინდაშვილი. სწორედ ეს ინტელიგენცია, ვთქვათ, ზნეობრივი ავტორიტეტი, ეს არის ქვეყანა, რომელსაც არ ყავს ზნეობრივი ავტორიტეტი, ის ქვეყანა დაღუპული. არაპარტიული სახალხო კრებისთვის პარტიულობა რომ დაებრალებინათ, უმრავლესობა ძალას არ იშურებდა. პოზიცია თუ ოპოზიცია იმთავით ველაპარაკდა იმაზე, რომ სახალხო კრებას კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ გააჩნდა. ეროვნული ფორუმი კრებას გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებაშიც ადანაშაულებდა. თუმცა ლიდერთა განმარტებით ბრალდება უსაფუძვლო იყო, რადგან გეგმა არსებობდა და კახა შარტავაც კრების ის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ხელი ამ სამოქმედო გეგმას პირადად მოაწერა. დებულება კრებამ ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო და საბჭოს უფლებამოვალეობები განისაზღვრა. აღმასრულებელმა საბჭომ სიღრმისეული ანალიზისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დეტალური პროგრამის შედგენა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს დააკისრა. ამავე დებულების მიხედვით საბჭო ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დღემდე წევრთა უმრავლესობის თანხმობით იღებს. კრიტიკა ისევ ისმის, თუმცა ფაქტი ერთია. პოლიტიკურ ასპარეზზე დგას კრება არა როგორც პოლიტიკური ერთობა, არამედ მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მაკონტროლებელი. კრება არ არის ხელისუფლებაში მოსვლის მექანიზმი. კრება არის ხელისუფლებაზე ზერწოლის მექანიზმი. კრება არის ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი. ხელისუფლებაში მოსვლის მექანიზმი არის ერთადერთი. ეს არის არჩევნები. კრება ეს იყო ნამდვილ ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით და ჩვენი დიდი ისტორიის და მსოფლიო ცივილიზაციის გათვალისწინებით, რაც კი არსებობდა ამ მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევა და მიღწევები იყო გათვალისწინებული ჩვენს დოკუმენტებში, ჩვენი არნახულად იყო თითოეული საბჭოს თითოეული წევრის ესე იგი სადმე დამოკიდებულება ფასდადებული, რომ თქვენ წარმოიდგინოთ, რომ ყველა თანახმავად ერთი არეთ არ ხმება, იმერთ შეუძლია რომ შექმნას სათათბიროდან 2/3 შემადგენლობით, ოღონდ სათათბიროს 2/3 უნდა დაუჭიროს მხარი კომისია და ის კომისია, რასაც გადაწყვეტს, ჩვენი გადაწყვეტილება ბათილად ხდება. რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას სახალხო კრების მიმართ და არის თუ არა განწყობა საბრძოლო? ფაქტი ერთია, ერი, რომელიც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთადერთი სუზერენია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა თუ ქვეყნის პატრონი პროცესების მმართველიც ვერ გახდა. პოლიტიკური თამაშების ფონზე საზოგადოების ნაწილმა პარტიის ლიდერების ნდობა დაკარგა და პოლიტიკური ინტერესები მთლიანად უგულებველყო. საპროტესტო აქციებში სამოქალაქო საზოგადოების სრული ჩართვა ამ ვითარებაში ძნელი გახდა. ყველაფერს კი ხელი სახელისუფლებო ტერორმა შეუწყო. ამის მიუხედავად სახალხო კრების ლიდერებს თანამოაზრეებთან ერთად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გულგრილად ყურება არ დაუწყიათ და მათივე განცხადებით ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე არ შეწყვეტენ. სოფლიომ თვალი არ უნდა დახუჭოს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილმა ყალბი და ფასადური დემოკრატია შექმნა.
სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ხალხს მოუსპო შესაძლებლობა დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებით გამოხატოს საკუთარი ნება. მიუხედავად ბოლო 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე არაერთგზის გაკეთებული დაპირებებისა, სააკაშვილის ხელისუფლებამ დემოკრატიის განვითარების მიმართულებით არათუ წინ გადადგა ნაბიჯები, არამედ პირიქით, ქვეყანაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ამიტომ ხალხს დარჩა ერთადერთი გზა, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციის მეხუთე მუხლით გარანტირებული და მინიჭებული უფლება, თავისი ძალაუფლება განახორციელოს პირდაპირ და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების გამოყენებით. მოსახლეობის ნდობა სწორედ სახალხო კრების სახალხოობამ გამოიწვია. იმ ადამიანებმა, რომელთა ზურგს უკან პოლიტიკური ამბიციები არ იმალება და რომელთა მიზანი მხოლოდ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაა. ყველა ის სახე, რომელიც სახალხო კრების სათავეში დგას, ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა არა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. გადავორჩინოთ საქართველოს მომავალ თაობას. ასეთია მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის მიზანი, რომელიც სახალხო კრების იდეის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად იქცა. აღნიშნავს, რომ კრება გაცილებით დიდი და აღმატებულია ვიდრე რომელიმე პარტიის ან პოლიტიკოსის ამბიცია, რადგან ებრძვის არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, არამედ თავად შექმნილ ვითარებას. მიზანი კი საქართველოს დემოკრატიული განვითარების ახალ რელსებზე გადაყვანა. როცა პოლიტიკური ცხოვრება ჩაგვდა მთლიანად, მაშინ წარმოიშვა ეს იდეა, რომ შემდგარიყო სახალხო კრება, იმიტომ რომ ხალხს ნიჰილიზმი გაუჩნდა, ხალხს უკვე ნდობის ფაქტორი დაკარგა ყველასადმი საზოგადოება. მით უმეტეს ეს მე ვლაპარაკობ საზოგადოებაზე, რომელიც არის ძალიან დაშინებული. იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ თავისი პირველი ძალადობრივი დაჭერებით, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს არ დაუდგა გვერდში, ერთი ჯგუფი მეორეს არ დაუდგა. ნელ-ნელა ისე გაამძაფრა ეს სიტუაციები და იმდენად შემოქმედება ჰქონდა ადამიანის გონებაზე ამ ფაქტებს, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ დღეს. მე ჩემ თავსაც ვადანაშაულებ სხვადასხვა ამ პროცესების დროს რო ვიყავი პასიური, იმიტომ რომ ჩვენ უცბად რო ხმა მოგვიღო, ჩვენ დღეს სხვანაირი სახელმწიფო გვექნებოდა, მაგრამ როცა ამ ხელისუფლებამ დაინახა, რომ ძალადობა გადის, შიშის ფაქტორი გადის, ყველაფრის დასაკუთრება დაიწყო და ავიწყდა. რისთვის მოვიდა ამ ხელისუფლებაში, თუ ვინც სააკაშვილის ხმა მისცა და ვარდების რევოლუცია საერთოდ მწვადი შუქია უნდო. იმათ უნდათ რაღაც სიახლე. იმათ იმედი ჰქონდათ, რომ ახალი ადამიანი მოდის, ახალგაზრდობა მოდის და ამიტომ შეიძლება სასიკეთოდ, მაგრამ დღეს რო გადავხედოთ სიტუაციას, შევარდნაძის მიმართ ჩვენ ბევრი პრეტენზია გქონდა, მაგრამ შევარდნაძის დროს მედიაც თავისუფალი იყო და სასამართლოც თავისუფალი იყო. ეს ორი უნიშნელოვანი სირამ არის, რის გარეშეც უბრალოდ ქვეყნის ნორმალურ მდგომარეობაზე ვერ ვიმშელებთ. დღეს ჩვენ მივიღეთ დიქტატურას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და 26-მა მაისმა ის დაადასტურა, რომ არის პოლიციური, ასე ვთქვათ, სახელმწიფო. ამის გამო შედგა სახალხო კრება. იმიტომ ეს ისტორიული ფაქტებია, როცა სახალხო კრება იღებდა გადაწყვეტილებებს და მოქმედებდა და იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოების რისი უფლებაც ჰქონდა, ასე რომ შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, ახლა ინიციატივა საიდან მოდიოდა, როგორ მოდიოდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან, რომ გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2006 წლიდან მუსირებდა საზოგადოებაში ეს იდეა. უბრალოდ განხორციელება არ ქონდა. და ჩვენ განვახორციელებთ საბოლოოდ სახალხო კრება შეიკრიბა 25 ნოემბერს. დიდეულ დელეგატს თავისი ამომრჩეველთა, ასე ვთქვათ, ჯგუფი ედგა უკან. ვინც მანდატს აძლევდა ამ დელეგატებს და ჩვენ მივიღეთ იქ უпростоრად სახალხო კრებამ უნდობლობა გამოუცხადა ამ ძალადობრივ ხელისუფლებას. არჩეული იქნა საბჭო, რომელ საბჭოს წევრიც მე ვარ და რომელიც საბჭოც, ასე ვთქვათ, მიღებულობს გადაწყვეტილებებს და ვალდებულია შეასრულოს ის დავალება. სახალხო კრებამ ერთ-ერთ მიზნად დაისახა და თავის დებულებაშიც ვალდებულება ჩაიწერა შეცვალოს ხელისუფლება დემოკრატიული მექანიზმებით და გზა გაუხსნას ყველა იმ პარტიას, რომელიც კანონის საფუძველზე ხელისუფლებაში მოსვლას დააპირებს. კრების წევრები მოქმედი საარჩევნო კანონის ფონზე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უაზროდ მიიჩნევენ და საარჩევნო სისტემის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობენ. თუმცა მანამდე ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, რომელთა აქტიური მოქმედება ქვეყნის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია, გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. ხალხი შიში ხელისუფლებას მალე სიძულვილად დაუბრუნდება.
ასე ფიქრობენ სახალხო კრების წევრები და ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის შეცვლას სახალხო კრების აქტიურ ქმედებაში ხედავენ. ჩავებით აქტიურად, მიუხედავად ჩვენი ფიზიკური მდგომარეობისა თუ ენერგიისა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მხოლოდ ჩვენ გვინდა რომ ეს საქართველოს შევინარჩუნოთ, საქართველოს გადავურჩინოთ მომავალ თაობებს. ჩვენი ლოზუნგებია ასეთი, ჩვენ ვირჯვით ამ რეჟიმის მოსაცილებლად, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები და ხალხმა ერჩიოს ვისაც მისცემს მანდატს. ოლიმპიური ჩემპიონი ლუკა კურტანიძე დაარსების დღიდან სახალხო კრების გვერდით დგას. თავს პოლიტიკოსად არ თulis, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყნის სიყვარულს პოლიტიკოსობა არ სჭირდება და იმ პოლიტიკოსების უმოქმედობაზე საუბრობს, რომლებმაც ოპოზიციონერობა ცხოვრების სტილა და შემოსავლის წყარო დიქციეს. მიუხედავად ცხოვრებაში მიღწეული მრავალი გამარჯვებისა, თავს გამარჯვებულად მანამ არ თulis, ვიდრე ქვეყანას ის ძალა მართავს, რომელიც პოლიტპატიმრებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსახლეობის სიმცირეს არ ოჩივის. ლუკა კურტანიძე სახალხო კრებას იმ ერთადერთ ძალად მიიჩნევს, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე სერიოზულ ბერკეტებს ფლობს. ეს ბრძოლა, რასაც ბრძოლა ქვია, ეს არის იმ მოსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა ერი გადაგვარების გზაზეა. ერმა იბრძოლა იმისათვის, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოფილიყო, მაგრამ მივიღეთ უბრალოდ რაღაც სახელების ცვლილება და სრული ტირანია და დიქტატურა. უფრო სწორად დიქტატურა უფრო და უფრო მყარდება, რამაც საზოგადოებას გაუჩინა ის პროტესტი, რომ უნდა მოხდეს სრულიად სახალხო შეკრება და ამ შეკრებაზე პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, უბრალოდ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საერთოდ ადამიანი არ იყოს პარტიული, აი ამ სახალხო კრებაში მოხდეს იდეის ირგვლივ გაერთიანება, რომელსაც სამშობლოს გადარჩენა ქვია. საქართველოს სახელმწიფო, რასაც სახელმწიფო ქვია, შედგეს და იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი უპირველეს ყოვლისა და ის ღირებულებები, რითაც ჩვენი ერი ამაყობს საუკუნეების განმავლობაში, არა მარტო აწყვეთი და წარსული უბრალოდ არა მარტო წარსულით ვიცხოვროთ, არამედ შეგვნათ ისეთი სახელმწიფო, ისეთი სამართლიანი სახელმწიფო, რომ ჩვენს მომავალ თაობას დაუტოვოთ ის ისტორია, რომელიც მათთვის იქნება საამაყო. კრების მოწვევის საფუძველს საქართველოს ისტორიაში გასული საუკუნეებიდან დაწყებული სხვადასხვა მდგომარეობა განსაზღვრავდა. ჩვენ არ მოგწონს გზა, რომლითაც ქვეყანა 15 წლის განმავლობაში მიდის. დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები. რადგანაც უკვე მომაკვდინებელი პროცესების მთელის კომპლექსი დაგროვდა, რომელიც ბევრ საფრთხეებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას იწვევს. 21 საუკუნეში საქართველოს კულტურული ელიტის ნაწილმა კრება ამ მიზეზით მოიწვია. მასობრივი დაჭერები, სასამართლო და საარჩევნო სისტემის არარსებობა, ელიტარული კორუფცია, სასიცოცხლო ფუნქციების მატარებელი ყველა ობიექტების გაყიდვა გასხვისება. არსებულ ვითარებასთან შეგუება ბევრისთვის ღალატის ტოლფასად იქცა. პროტესტი მოსახლეობის ნაწილმა სახალხო კრებასთან ერთად გამოხატა და საპროტესტო აქციების გვერდით დადგა. განწყობა ძალიან დიდია, მით უმეტეს პოლიციამ ძალიან დიდი არაადეკვატური ძალა გამოიყენა ხალხის წინაშე, ძალიან ბევრი დაკავებული ყავს, ძალიან ბევრი დაჭერილი, დაზარალებული არის, მაგრამ ხალხი ისევე მუხტი არის, ისევე განწყობა დიდი არის. ვაგზელებთ შეულებრივად ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვას, ხოლო სახალხო კრება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას არაპირებს. როგორ მოხდება ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციის ერთმანეთთან შეთავსება ჯერჯერობით უცნობია. თუმცა პოზიციების დათმობას რომ არც ერთი აპირებს ფაქტი. ძალა ხალხშია. სახალხო კრების ეს ლოზუნგი სახელისუფლებო ძალადობის პირობებში უფრო მეტ მნიშვნელობას იწენს. ალბათ სწორედ ხალხის ძალა გამოუტანს განაჩენს ყველა დღემზე განხორციელებულ თუ მოსალოდნელ ძალადობას.